ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი წარმომადგენელთა პალატაში უკვე დამტკიცებულია და მას 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა ხმა. ეს არის აქტი, რომელიც რეკორდული რაოდენობის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს სწორედ სამხედრო და თავდაცვის ხარჯებისთვის. ამ აქტში გაჩნდა ჩანაწერი საქართველოს შესახებ და აქტს ამ ფორმით დაუჭირა სწორედ კონგრესმენების დიდმა ნაწილმა მხარი. რას მოიცავს საქართველოს შესახებ ჩანაწერი? ეს არის აქტი, რომელიც კავკასიაში და განსაკუთრებით საქართველოში ჩინური და რუსული გავლენების წინააღმდეგ არის მიმართული და ჩანაწერი არის შემდეგნაირი: ჩინეთის კონტროლისთვის, წინააღმდეგობის გაწევისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევის მიმართვის შესახებ. ამ აქტის მიხედვით უნდა მომზადდეს დამტკიცებიდან აქტის 180 დღეში მარკო რუბიოს მიერ შესაბამისი დოკუმენტი ანგარიში, რომელიც იქნება საიდუმლო და მასში უნდა იყოს სწორედ გაწერილი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ერთი კონკრეტული შიდა პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში, რუსული დაზვერვის მუშაობა საქართველოში და ჩინური გავლენების გაძლიერების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. სწორედ ამ ანგარიშის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გაწეროს 5 წლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც უკვე შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობას. ამ აქტის კონგრესში დამტკიცების შემდეგ საქართველოში გამოხმაურება არის შემდეგნაირი. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის დასტური, რომ ქართული ოცნების მცდელობა და პროპაგანდა თითქოს ახალი ფურცლიდან იწყებენ ამერიკასთან ურთიერთობას. არის სიცრუე. ოპოზიცია ამბობს, რომ კიდევ უფრო გადავადდება ურთიერთობის აღდგენა და ეს არის ფაქტობრივად განაჩენი ქართული ოცნებისთვის. ამერიკის ავტორიზაციის აქტში ჩანაწერი, რომელიც ეხება საქართველოს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ განვითარდება საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები. ამ ჩანაწერით განისაზღვრება საქართველოსთან ამერიკის ურთიერთობის შემდეგი 5 წელი და ეს ეხება ჩინეთის და ირანის ინფილტრაციას ქვეყანაში, მათ შორის რუსეთის, რაც წარმოადგენს ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან წითელ ხაზებს და ამ ჩანაწერით ეძლევა ამერიკას საშუალება გამოიძიოს და ცხადად დადოს დოკუმენტირებულად, რა გავლენები აქვს ჩინეთს საქართველოში და რა გავლენები აქვს რუსეთს. ეს ამ აქტით შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ ქართულ ოცნებასა და ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვა გადაიდება შემდეგი გაურკვეველი დროით, იმიტომ რომ საქართველოს განხილული არა ლოკალურ ჭრილში, არამედ ზოგადად გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში, მით უფრო თუ შევხედავთ ჩინეთის და რუსეთის ინტერესებს და მათ შორის სადაზვერვო სამსახურების მოქმედება საქართველოში, რის დავალებაც არის გაცემული, რომ მოხდეს დახურული ანგარიშის მომზადება და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის თუ რაზე იქნება დამოკიდებული შეერთებული შტატების გადაწყვეტილება და სტრატეგია საქართველოსთან ურთიერთობების კონტექსტთან დაკავშირებით და ეს არის შიდა პოლიტიკური და საგარეო ვექტორი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ეს სტრატეგია იქნება ორპარტიულად მხარდაჭერილი საბოლოო ჯამში, ეს იქნება მძლავრი მხარდაჭერა საქართველოსი და შეერთებული შტატების იმ ინტერესების, რომლის კვეთა ამ წლის მანძილზე სტრატეგიული პარტნიორობით იყო გამყარებული და რომელიც შაშალა ბიძინეევანიშვილმა. ამერიკის სიძლიერე, ამერიკის ყოფნა რეგიონში არის თავარი ძალა, რომელიც აბალანსებდა საქართველოს მათ შორის ტყუილად განწყობილი სახელმწიფოს რუსეთის იმპერიალისტურ ქმედებებს და მათ შორის იწვევდა იმას, რომ ამ რეგიონში სტაბილურობის და განვითარების შანსები იყო. ამერიკა, რა თქმა უნდა, უკვე სამხრეთ კავკასიაში იმყოფება კონკრეტული ხელშეკრულებების, რომელთაც ის თანამშრომლობს კონკრეტულ აქტორებთან, თუმცა სამწუხაროდ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ისტორიულად ყველაზე ახლო ქვეყანასთან, საქართველოსთან და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სისტემის დემონტაჟი, რომ ეს ისტორიული შანსი ჩვენ ამერიკულ პარტნიორებთან გამოვიყენოთ. აქტი უკვე დამტკიცებულია წარმომადგენელთა პალატაში, ახლა ჯერი არის სენატზე, სადაც გადაიგზავნება კანონპროექტი. სენატის მხარდაჭერის შემდეგ კი დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს დოკუმენტს ხელი და დამტკიცებიდან უკვე მარკო რუბიოს მიეცემა ვადა, რომ მოამზადოს საიდუმლო ანგარიში საქართველოს შესახებ. ეს ანგარიში იქნება მთავარი განმსაზღვრელი შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის, მათ შორის გაწერილი იქნება 5 წლიან გეგმასთან
ამასთან ერთად ისიც უნდა გააგრძელოს თუ არა და რაოდენობით უნდა გააგრძელოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ინვესტირება, განსაზღვრული იქნება ამ დოკუმენტის შემდეგ უკვე ისიც აგრძელებს თუ არა მართლაც საქართველო დასავლურ კურსს და რჩება თუ არა ამერიკის და ევროპის ერთგული.